დღეს პარასკევია, ეთერშია ვარსკვლავების რადიო შოუ, რომელიც კვირაში ერთხელ გადის რადიო ფორტუნას ეთერში და დღევანდელი ჩემი სტუმარია პროდიუსერი მიშა მშვილდაძე. პირველად ხარ ჩემი სტუმარი თუ ხარ ნაყოფი ჩემთან? მე მგონი არა, პირველად ვარ. პირველად ხარ? არა და მგონია. პირველად ვარ. ხო. მიშა, ახერხებ რომ მითხარი რომ კლუბებში ვახერხებ ზოგჯერ განტვირთვას ან ზოგჯერ ოფისშიო. ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ახერხებ განტვირთვას და რამდენიმე წუთი მაგ და ცოტა მინდა შენს პირად შემოვიჭრა თუ მომცემ უფლებას. ძირითადად არიან თანამშრომლები. დრო არ რჩება პრინციპში დრო ცალკე სხვა მეგობრები. ხო, როგორც ესე, ესე ჩამოყალიბდა ეს თავიდან მეგობრობით დაიწყო, მე რაღაც საქმის ეთაპებში გადაიზარდა და მე ესე მოვიდა აქამდე და როგორც ესე ვერთობი ხოლმე მეგობრებთან ერთად, რომლებთან ერთად საქმეს ვაკეთებ, ან მეგობრებთან ერთად, რომლებთან ერთად საქმე მიკეთებია სხვადასხვა დროს, თუმცა სხვა მეგობრებიც ყავს, რა თქმა უნდა, ხან მათთან ერთად ვერთობი, მაგრამ იქ უფრო ისეთ თარიღებს ემთხვევა, დაბადების დღეს რაღაცას მნიშვნელობა. გადავდივარ ჩემი ცოლის დაქალებზე და მესამე სეზონზე, რომელიც აქტიურად თუხთუხებს და ამ სეზონს ახლავდა წინ პრეისტორია იმისა, რომ გამოიცვალა მთავარი გმირი, ერთ-ერთი მთავარი გმირი და მე მყავდა სხვათა შორის წინა კვირა სტუმრად ნინო გაჩეჩილაძე, რომთანაც სხვა თემებთან ერთად ამაზეც ვისაუბრეთ, თუმცა არ შემილია აქ ხარ და ეს იქნება მაყურებლის ალბათ ერთგვარი დაკვეთაც, რომ კითხო ამაზე უკვე, რადგანაც შენ გამოგიჭირე, როგორც რიგით ერთ-ერთ პროდიუსერს, მინდა კითხო, რთულია ესეთი გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც რიგით მესამე სეზონია და იყო ეს დიდი თათფირის შედეგი თუ მოხდა ესე ერთპიროვნულად? ასეთი პრობლემა, რომლის აღმოფხვის ერთ-ერთი გზა იყო, რომ ასე მოქცეულიყავით და ბუნებრივია ეს ახლა არავის არ გაეხარდა, მაგრამ ყოველთვის არის ხანდახან მისაღები, გადაწყვეტილებები, რაღაც რისკზე უნდა წახვიდე და მე ყოველთვის ასეთ რამეს უყურებ ხოლმე, როგორც ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი რეზოლუცია რაღაცის არის ახალი შესაძლებლობის გაჩენა და ამასაც შევხედეთ აქედან. დღეს უკვე, როდესაც ლელა მებურიშვილი არის კატოს როლის შემსრულებელი, შეგიძლია გითხრა კასტინგში ვის მოიაზრებთ კიდე კატო? აი მე მინდა გავიგო რა ტიპას ეძებდით კატოსთვის. თავიდანვე გადავწყვეტეთ, რომ არ დაგვეწყო ძებნა ორეულის. ხო, ანუ ზუსტად ხო. არ დაგვეწყო ძებნა პაროდისტის ან რაღაც ამ მიმართულებით და რეალურად შეგვქნა ახალი სახე. ცოტა უფრო სხვანაირი კატო. ჩვენ ვჭირდებოდა სადღაც აი 30 წლის ასაკის კარგი მსახიობი და გათხოვილი თუ ამას არ ქონდა მნიშვნელობა, მაგრამ აი 17-18 წლის ასაკის 20-21 წლის პერსონაჟს როცა ეძებ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოაცხადო კასტინგი, იმიტომ რომ ლეგიტიმური გზები ქვეყანაში არ არსებობს, სად უნდა ეძებო ამ ასაკში პროფესიონალები. და 30 წლის ასაკში უკვე არის კონკრეტული ჩამოყალიბებული ხო რა არსებობს, რომ მსახიობი არიან და ამ ასაკის მსახიობი უკვე ყველა იციან. მინდა სერიალი თვე განვაგრძო და აქვე ვაღიარო პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ და შენ გითხრა, რომ ეს ის სერიალია, რომელზეც შევჯექი მე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სერიალი გაკეთებია, არასოდეს არ ვიყავი დამოკიდებული ქართულ სერიალებზე. იცი რა მინდა კითხო, ამდენ სერიალზე გიმუშავია, ფილმებზე გიმუშავია, ხო? რა არის ჩემი ცოლის დაქალების თავარი ხრიკი? ალბათ ყველაზე მეტად არის რომ ჩვენ თვითონ მივხვდით ზუსტად რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ გაგვეკეთებინა ისე რომ მოგწონდეს არა მარტო ჩვენ, არამედ ყოველთვის არის ესეთი რამ რა რაღაც არის ეგრეთ წოდებული ოპინიონ ლიდერები და ძალიან მნიშვნელოვანია მათ მოეწონება თუ არა და არის თუ არა პროექტი სახალხო. ანუ მოდის თუ არა შენი პოპულარობა აი მასებიდან ქვემოდან. და ძალიან ძნელია რომ მოახერხო ისე რომ ეს ორივე გააკეთო რა ყოველთვის ამ ნიქით გაგექცეო ან ახლა და აქ ალბათ თავარი ამის წარმატების საიდუმლო ალბათ ეს არის რომ აქ ეს დაცული არის ზომიერად არის საერთოდ სწორი დოზირება არის ყველაფერში კარგი და ამ სერიალში ალბათ სწორი დოზირებით მოხდა ბევრი რამ მათ შორის ეს გარდა ამისა არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ
ეს სერიალი არის პირველი სერიალი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, სადაც სცენარისტი არის ქეთი დევდარიანი და ეს ტექსტები, რომელთაც მე თვითონ პირადად აფრთხილებული ვარ, არის ალბათ ამ წარმატების ერთ-ერთი. და როგორ ფიქრობ, ქალის ტექსტები არის რაღაც? არის. ქალის ტექსტებიც არის ალბათ გასაღები, იმიტომ რომ იდეაში ჩვენ ამ სერიალის შექმნის იდეა თავიდან როგორ დაიწყო, გაჩნდა პროდიუსერული აზრი ასეთი, რომ ვაკვირდებით ვინ არის ტელევიზიის აქტიური მაყურებლები. ტელევიზიის აქტიური მაყურებელი არის უფრო მეტად ქალი. კი, ასეა. გავაანალიზეთ რომელ გადაცემს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, ხო და აღმოვაჩინეთ რომ გაგიკვირდება და ხო, გაგიკვირდება და აი პროფილს. ხო და შევეცადეთ რომ გაგვეკეთებინა ისეთი თემატიკა და ისე შესრულებული რომ ერთის ხრივ ეყურებინათ მისთვის როგორც პროფილს უყურებენ, რაღაცა ესე. და მეორეს ხრივ ყოფილიყო უკვე აი ამ ჟანრში ყველა კანონი დასული უფრო იუმორისტული მიმართულებით. არ შემიძლია არ კითხო, როდესაც საუბარია ჩემი ცოლის დაქალებზე თავის დროზე, როდესაც პირველი სეზონი წავიდა, ყოველთვის იყო რაღაცა ანალოგებზე საუბარი იმაზე, რომ Sex and the City-დან არის აღებული, თქვათ, ეს იდეა დრამატურგიულად, ხო, რომ სამი გოგო, ოთხი გოგო მეგობარი, მათი ისტორია. იმდენად ბევრია უკვე ასეთი სერიალები და იმდენად ბევრი იყო უკვე ამ სერიალის დასაწყისში Sex and the City-ც იყო და უკვე საერთოდ დიასახლიცებიც იყო და Sex and the City არის პირველი. ხო, პირველი ის იყო, მაგრამ მალევე მოყვა მას დიასახლისები და არანაკლებ პოპულარული იყო და არის ძალიან ბევრი ძალიან პოპულარული სერიალი. ანუ ეს არის აპრობირებული გაყვალული გზა და ეს თემა არის, ხო, ქალური თემა, ანუ ეს ზუსტად ასე მე. იქაც მაყურებელი ხალია მეტი. კი, როგორც ჩანს და აინტერესებთ ამის ყურება. შესაბამისად, ეს თემა აქტუალური არის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. და საქართველოშიც უნდა გვეჩვენებინა როგორც ცხოვრობენ ქალები, მაგრამ ამ დროს არ უნდა ყოფილიყო ეს აბსოლუტურად ქალური პროდუქტი რა. ეს არის მთავარია. იმიტომ რომ ჩვენთან ნიშური პროდუქტები ვერ ხდება სახალხო რა. ანუ ქალებისთვის მარტო არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროდუქტი კაცებისთვისაც უნდა იყოს სწორედ ამიტომ. სიამოვნებით უყურებენ. კი, სიამოვნებით უყურებენ და ეს ჩვენი პოზიციაც არის, თვითონ პოზიციონირება ამ თემების სერიალსაც ასე ქვია. ჩემი ცოლის დაქალები ქვია რა, კაცური პოზიცია მოიაზრა. ხო. ვუბრუნდებით ცოტა კატოს თემასაც, მაგრამ ვარცობ ასე თქვათ ამ ვერსკის შემოჭრას და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ბევრი ამბობს ეს აზრი მუსირებს, რომ მას შემდეგ რაც შეიცვალა ნინოთილელა, შესაბამისად მესამე სეზონიდან კატოს თემამ ცოტა უკანა პლანზე გადაიწია და გამოჩნდნენ ახალი გმირები და ძველი გმირებს განუვითარდათ ასე ვთქვათ მიზანსცენები გავიდნენ. რის გამო მოხდა ეს? უკანა პლანზე გადაიწეს ვერ ვიყავ. თავისი ადგილი დაიჭერა, ის ახლა უკვე გათხოვილია, ხო, გათხოვილი ხალია და შესაბამისად სხვა პრობლემები აქვს და სხვა თემატიკა აქვს და მისი მოძრაობის არეალიც რეალურად შეიზღუდა. და ამავდროულად სხვა გმირების ცხოვრებაში ხდება ახლა მნიშვნელოვანი და საინტერესო რამები. თუმცა აქამდეც რეალურად ყოველთვის იყო ეს დაბალანსებული ამ სამი პერსონაჟის ისტორიები არის ყველა სერიაში, ხო, მათ გარშემო მოხდება ყველაფერი. მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ალბათ ეს იყო განპირობებული იმით, რომ მეორე სეზონის ფინალში იყო ქორწილი ამ პერსონაჟის და შესაბამისად მთელი აქცენტი წამოვიდა ამაზე, ფილმიც მთლიანად შეიქმნა ამ თემაზე და ამიტომ ეს თავარი თემა იყო გამხდარდა. ახლა ისევ დაუბრუნდა, ისევ ანუ ხო, სამი უმთავრესი თემიდან ერთ-ერთი დარჩა. მიშა, გადაწყვეტილებები მის შესახებ თუ რა მოხდეს სერიალში? მოდი ერთგვარი ის ფარდა ავხადოთ და იქ სამზარეულოში რომ შეგვაჭყიდო. როგორ განვითარდეს მოვლენები და ვის ცხოვრებაში სერიალის რომელ გმირს დაემართოს რა? აი ამის შესახებ ერთობლივად იღებთ გადაწყვეტილებას თუ თქვათ სერიალისგან მარტო პროდიუსერი იდეას ამბობს თუ კრეატიული პროდიუსინგი ქვია ამას. ამ მიმართულების დირექტორი და ხელმძღვანელი არის ირაკლი საღინაძე და ირაკლი საღინაძე, ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და მეც ვესწრებით ხოლმე ხანდახან, როცა ესეთი თემები საიცავთ. კი. ანუ მესამე სეზონზეც მანამდე იფიქრეთ, მოდით რა სახის იყოს მესამე სეზონი. და ის რომ გოცილიძის ოჯახში ხო, უნდა გაჩნდეს რაღაც კონფლიქტი, ესეც თავიდანვე მოფიქრებული, ანუ გზადაგზა კი არა, ესე პირდაპირ ჩაფიქრებულია ეს ყველაფერი. საინტერესოა რა მოხდება, თუმცა რა მინდა კითხო, იცი?
აირჩიეთ რომ მამაკაც გადაედგა ეს ღალატის ნაბიჯი შეეძლო რომ ანატყებუჩავას გმირის ნინას დამართნო და ეგეთი რამე აი ეგეთ რაღაცას ვიჯელობთ ხოლმე ვის დაემართოს ამ შემთხვევაში როგორ არის იცი თუ აღარ იქნებოდა ასეთი არაპროგნოზირებადი რა მოხდება მომავალში იმ შემთხვევაში რომ ეს ნაბიჯი გადაედგა ქალს ქალის შემთხვევაში გაცილებით უფრო როგორ გითხრათ საზოგადოება გაცილებით უფრო შეურიგებელია ქალსაც შეუძლია რომ გადადგას ეს ნაბიჯი და კაცს შეუძლია ხო შესაბამისად ქართულ მენტალიტეტს ითვალისწინებთ ამ ყველაფერში თუ ქართველი მაყურებლისთვის კეთებ ეს სერიალი ქართულ ენაზე არის და ქართველი მაყურებლის გარდა ეს ენა არავის არ ესმის რომ ენაზეც ამ სერიალს ვიღებ რატო გახდა სერიები პატარები და გახდა თუ არა ქრონომეტრაჟი შემოკლდა თუ არა და მე პასუხი მაქვს ამაზე თუ კი არ შემოკლდა და მეტყვი რომ ქრონომეტრაჟი იგივეა რის გამო გონია ხალხს რომ ეს შემოკლდა ფიზიკურად აბსოლუტურად იგივე ზომის სერიებია იგივე ზომის სერიებია იგივე ზომის სერიებია იმიტომ ეს არის ჩვეულებრივი ფორმატი ამას მოითხოვს ტელევიზია რეკლამები ხო არ არის მეტი არა რეკლამები თავიდანვე ბევრი იყო და ამ ზოლში რეკლამები ყოველთვის ძალიან ბევრი არის. თვითონ სერიების ქრონომეტრაჟი არის იგივე. არაფერი არ მოკლეა. არის სერიები რომლებიც ოდნავ მოკლეა, არის რომელიც ცოტა გრძელია, ეს უკვე ამას ბოლომდე ხო. მაგრამ ნუ აი 1-2 წუთი არის თქო. ნუ არ არის საუბარი 10 წუთზე და მეცე. ხო, მაგრამ ნუ ყველას ეჩვენება რომ რა მალე ანუ ეს არის ემოციურად ეჩვენება რა მალე დამთავრდა. კარგი, იცი რა მითხარი? მოახერხეთ ის რომ თავიდან დაიწყეთ კვირაში ერთხელ სერიით. მე მივხვდით აი ამ პოპულარობას, რომელიც იზომება ტელესივრცეში რეიტინგებით, რომ ეს არის სუპერ პოპულარული სერიალი. იყო ერთგვარი მოთხოვნაც და დაკვეთაც თქვათ მაყურებლისა, რომ იყოს ორჯერ კვირაში და ერთგვარად გარისკეთ, ხო? თავის დროზე რომ ორჯერ გავუშვით. თუ არც გიფიქრიათ. მანამდე ჩვენ მქონდა გამოცდილება დაახლოებით ამ ტიპის გადაღების სირთულის თვალსაზრისით და ამ ქრონომეტრაჟის სერიალის კვირაში ორჯერ კეთებისა კლინიკას გულისხმობს სერიალს და ამ თვალსაზრისით თვითონ პროდაქშენის თვალსაზრისით საკუთრივ ეს რისკი არ ყოფილა იმიტომ რომ რაღაცა თუმცა ის რომ ორჯერ არ იყო მეზე საუბარი თუმცა აი კლინიკაში როცა ვაკეთებდი მაშინ მართლა გავრისკეთ და ეხლა უკვე ვიცოდით რომ ძალიან თუ მოვიდოდ შესაძლებელია თუმცა დღესდღეობით უკვე ამ ორ სერიას ისე ყლაპავს და ისე ჭამს მაყურებელი რომ მესამესაც სიამოვნებით დესერტად დააყოლებდა ხო სამ სერია სამწუხაროდ ამ ეტაპზე არა ხო თუმცა არ არის ალბათ გამორიცხული რომ სიტყვაზე მეოთხე სეზონზე უკვე მესამე და მე დაიკავოთ საეთერო ბაჟი. წარმატება და იღბალი მინდა გისურვო თანაც რადიოს ფორტუნა ქვია და ტელი ფორტუნა შენს მხარეს და შენი გუნდის მხარეს ყოფილიყოს და გაგვახალისეთ, გაგვანებიურეთ კვირაში ორჯერ დოზებით, არ შეამციროთ ქრონომეტრაჟი. ეს შემცირება არ შეიძლება. და წარმატება ახალ სეზონზე დღეს ჩემი სტუმარი მიშა მშულდაძე იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ერთმანეთს ისევ და ისევ შევხვდებით რადიო ფორტუნას ეთერში. ეს ყველაფერი მოხდება პარასკევს საღამოს 7-დან 8 საათამდე გადაცემაში ვარსკვლავების რადიო შოუ. ნახვამდის.